ლაგოდეხში გარემოს დაცვითი კონფერენცია გაიმართა. შეხვედრას 80-მდე ახალგაზრდა დაესწრო. კონფერენციაზე ყურადღება გამახვილდა გარემოზე ზრუნვის მნიშვნელობასა და ამ მიმართულებით განხორციელებულ პროექტებზე. ღონისძიების მიზანი იყო ახალგაზრდებში ცნობიერების ამაღლება და ღონისძიებებში მათი აქტიური ჩართულობა. კონფერენციას კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ალადაშვილი და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერი ჯონდო მდივნიშვილი ესწრებოდნენ. დედამიწის დღესთან დაკავშირებით ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში გაიმართა სამეცნიერო კონფერენცია, სადაც მონაწილეობა მიიღეს ლაგოდეხში მცხოვრებმა ახალგაზრდებმა. აღსანიშნავია, რომ ლაგოდეხი თავისი გეოგრაფიული მდებარეობით უნიკალურია, ვინაიდან ლაგოდეხში მდებარეობს დაცული ტერიტორიები და შესაბამისად ახალგაზრდების ჩართულობა და მათი ზრუნვა გარემოს დაცვის საკითხებზე არის უპრეცედენტოდ მნიშვნელოვანი. ეს ახალგაზრდებთან მიმდინარეობს კონფერენცია, რომელიც შეეხება ნარჩენების მართვის ვალდებულებას მუნიციპალიტეტში, მათ სეპარირებას და ზოგადად გარემოზე ნეგატიური ზემოქმედების შემცირებას. მიხარია რომ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი ითვლება ყველაზე სუფთა მუნიციპალიტეტად. დღევანდელმა კონფერენციამ კიდევ ერთხელ დამარწმუნა ამაში, თუ რამდენ მნიშვნელოვანია ეს ყოველივე. ახალგაზრდებმა ჯგუფური სამუშაოების დროს ერთმანეთს გაუსერეთ ჩვენს მუნიციპალიტეტში, თუ რამდენად მნიშვნელოვანია გარემოზე